სამწუხაროდ არ არის ახლა ეს პირველი გადაწყვეტილება, რომელიც ქართული ხალხის წინააღმდეგ იქნა მიღებული. სამწუხაროა ზოგადად ეს ამაზე ახლა ბევრი საუბარი ალბათ არ ღირს. რაც შეეხება ზოგადად საქართველოს და სანქციებს, მე მგონი ეს საკითხი ერთწლიანი დეзинფორმაციის შემდეგ, მათ შორის სამწუხაროდ ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომელიც ქართულ ხალხს აბრალებდა თითქოს აქ ხდებოდა სანქციების გვერდისავლა, ეს საკითხი დახურა ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების და დიდი ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორებმა, რომლებმაც მადლობები უხადეს საქართველოს ხელისუფლებას, რომელმაც არა მხოლოდ უზრუნველყო ის, რომ საქართველოს არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ან ადასტურებს, ან ეჭვს წარმოშობს, რომ ხდება გვერდისავლეთ, არამედ პირიქით, იქით ეხმარება, რომ ევროკავშირიდან თუ სხვა ქვეყნებიდან გამოპარული ტვირთები ჩერდება საქართველოს საზღვარზე. 1300 ასეთი იყო, ასე ვთქვათ, ტრანზაქცია, რომელიც გაჩერდა ჩვენ საზღვრებზე. აქ კითხვა არავის არ უჩნდება, საერთოდ როგორ აღმოჩნდა ჩვენ საზღვრებთან ტვირთები თუ კომპანიები, რომლებიც სანქციებს ქვეშ არის. ამიტომ საქართველო არა მხოლოდ იცავს იმ სიტყვას, რომელიც ჩვენ პირველივე დღეს ვთქვით, რომ არ ვიცეთ, არავის შესაძლებლობას, რომ გამოიყენოს საქართველოს ტერიტორიაზე სანქციების გვერდისავლით, ამით იქით ეხმარება სხვა ქვეყნებს, რომ მათ დაცვის მექანიზმებს გამოპარული და ის, რასაც ყურადღება ვერ მიაქციეს, აი ეს გამოპარული ტვირთებიც კი გააჩეროს. ამიტომ ვფიქრობ, რომ დღევანდელ ამ გადაწყვეტილებაზე, რომელიც კიდევ ერთხელ ამ შემთხვევაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ არის მიღებული, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ნაბიჯი ქართული ხალხის წინააღმდეგ, ზოგიერთი უკრაინელი ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან და ეს თავისთავად აჩვენებს და მეორე მხრივ ის შეფასებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ამერიკელი და ევროპელი კოორდინატორებისგან სანქციების აჩვენებს, რომ ამ გადაწყვეტილებას საფუძველი არ აქვს. აქ მეორე გარემოება არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ამ გადაწყვეტილებებს სანქციებზე უკრაინა ამას შეჩვეული ვართ, ამაზე უფრო მძიმე გადაწყვეტილებები აქვს მიღებული უკრაინის ხელისუფლებას, დღემდე შეფარებული ყავს სისხლის სამართლის დამნაშავეები ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე, რატო შეფარებული უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი არის ერთი და კონდაზორის უფროსის მოადგილე არის მეორე, ორი დამნაშავე თავს აფარებს უკრაინას. მესამე დამნაშავე აფარებდა თავს მიხეილ სააკაშვილის სახით და ის შემოიპარა და ახლა არის საშირო აღსრულების დაწესებულებაში, კლინიკაში. ამიტომ ეს ამაზე უფრო მის თქმა მინდა რომ ასეთ სანქციებზე უფრო მძიმე და არამეგობრული გადაწყვეტილებები აქვთ მიღებული და დღემდე ამ გადაწყვეტილებებს მიყვებიან და ნაცვლად იმისა, რომ გადმოგცენ ადამიანები, რომლებმაც შექმნეს ქართული ხალხის წამების სისტემა, ზურაბ ადეიშვილმა, გია ლორთქიფანიძემ, შექმნეს ქართული ხალხის წამების სისტემა, ნაცვლად ამისა, რომ ეს ადამიანები გადმოგცენ, ისინი ყავთ დაწინაურებული უმაღლეს თანამდებობაზე. ამიტომ აქ საუბარი თითქოს ქართული ხალხის მიმართ რაღაც თბილი და გრძნობები არის და ამის კანახით და გადაწყვეტილების მიხედვით მიიღება, რა თქმა უნდა, ზედმეტია. მეორე განზომილება აქვს მნიშვნელოვანი რეაქცია, რაც იყო აქ და მე ვნახე ოპოზიციის წარმომადგენლების რეაქცია ამისი, როგორი არის სიხარული აქვს და საკუთარ მოქალაქეს უცხო ქვეყანა ასანქცირებს საკუთარ მოქალაქეს და ეს ხალხი პოლიტიკოსები ან პარლამენტის წევრები და უხარიათ ეს ყველაფერი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, საერთოდ მოწყვეტილი არიან საკუთარ ხალხს. არანაირი კავშირი ხალხთან არ აქვს, ადიდებენ სხვა ქვეყნის პრეზიდენტებს და პარლამენტის წევრებს თუ არ ვიცი მე რაღაც ოფიციალურ პირებს ადიდებენ და საკუთარი ქართული არაფრად არ მიაჩნიათ საერთოდ. ქართველი მოქალაქე ერთ წამში გაწირეს. თუნდაც აი გაიაშუზე რომ სწავლობ, ერთ წამში გაწირეს, ხაზი გადაუსვეს, იმიტომ სხვა ქვეყნის პრეზიდენტმა, რომელიც მათთვის არის არ ვიცი მე რაღაც უფრო პრეზიდენტი ვიდრე საქართველოს პრეზიდენტი შეიძლება მათთვის ხომ, უფრო მეტი ავტორიტეტი. აი მისი გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეს პარლამენტის წევრებმა უსმენდი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხაზი გადაუსვეს საერთოდ. და ამ ხალხს მე უნდა რომ მოიპოვოს ქართული ხალხის დობა და უკვირს რომ ყოველ ჯერზე გაწმილებულები არიან და 1%-ში ტრიალებენ ყოველთვის. ის პოლიტიკოსი, რომელიც ქართული ხალხის ინტერესზე მაღლა, აყენებს უცხო ქვეყნის ინტერესს, ის ვერ იქნება საქართველოს პოლიტიკის წარმომადგენელი და ქართული ხალხის წარმომადგენელი და ეს არის ყველაზე მძიმე აი ამ ყველაფერში. არის არა ის რომ უკრაინამ დაასანქცირა, იმიტომ რომ პირველი მძიმე გადაწყვეტილება და უსამართლო გადაწყვეტილება ქართული ხალხის წინაშე იმ სოლიდარობის ფონზე, რომელსაც ჩვენ ვიჩენთ უკრაინის მიმართ, ეს ამ ფონზე არ არის პირველი ასეთი გადაწყვეტილება. არამედ ამ ყველაფერში ყველაზე მძიმე არის, რომ აქ ადგილზე საქართველოს ტერიტორიაზე არის ხალხი, რომელიც საქართველოს ინტერესებს კი არ უყურებს. უყურებს უცხო ქვეყნის ესათვის თანამდებობის პირ გადაწყვეტილებას იღებს და აქ არიან მათი წარმომადგენლები ფაქტობრივად.